ეთერში გამოგწევთ გამოშვებას, ესე იგი კვირის დასაწყისში ვისაუბრეთ ამ თემაზე, ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ჭრილში, საუბარი მაქვს ტოკენიზაციის პროცესზე, უძრავი ქონების მიმართულებით. ახლა კვირის ბოლოს უკვე ვისაუბრებთ სამართლებრივ ჭრილში, ამ ყველაფრის, ესე ვთქვათ, პრეფერენცირებაზე. მოგეხსენებათ მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთდა განცხადებები ამასთან დაკავშირებით, რომ უნდა მოხდეს ტოკენიზაციის პროცესის დაჩქარება, ინტეგრირება უბრალოდ უძრავი ქონების ბაზრის მიმართულებით. ეხლა რა არის ამის ძირითადი მოზაიკა და მიზანი? ფინანსური დივერსიფიცირება, უპირველეს ყოვლისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ინტეგრალი, ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და ერთ-ერთ ყველაზე რენტაბელურ მიმართულებაში, როგორც არის უძრავი ქონება ჩვენს ქვეყანაში. არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. არსებობს ამ კუთხით გარკვეული პრაქტიკებიც ევროკავშირის ქვეყნებში, შეერთებულ შტატებში და რას გვეუბნება ამ ყველაფრის უკვე სამართლებრივი ჩარჩო ამ ყველაფერში გაგვარკვევს ანა ჯალაღონია, რომელიც ადვოკატი გახლავთ და ასევე ინოვაციური სამართლებრივი მოდელების სპეციალისტი. ანა, დილამშვიდობის. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. უპირველეს ყოვლისა, ეს ინიციატივა, რომ და მოდი ძალიან მარტივად ავხსნი ხა დაუმარცხული ჩვენი მრავალრიცხოვანი მაყურებლისთვის, რომელსაც აქვს დღეს უკვე საკმარისზე მეტი ფინანსური განათლებაც, რომ ესეთ ნიუანსებში კარგად გაერკვეს. მადლობა გმირს და კარგია ეს, მხოლოდ და მხოლოდ გვიხარია. ეს არის კარგი შესაძლებლობა დასაწყისშივე რომ ვახსენოთ, დადებითი ვაიბი გამოვიტანოთ, კარგი შესაძლებლობა, რომ ბენეფიციარს მომხმარებელს ნებისმიერ ვალუტაში შეეძლოს უძრავ ქონებაში ინვესტირება, უძრავი ქონების შეძენა და ფინანსური მოზაიკის გაშლა. ეს არის კარგი. ეხლა როგორ მოხდება ამის იმპლემენტირება? აი ეს არის მთავარი საკითხი, თორე ინიციატივები ყოველთვის კარგია. იდეა მოგწევს აღსრულებაზე. ნებისმიერი ინიციატივა არის კარგი, ნებისმიერი, მაგრამ პრაქტიკაში როგორ იმუშავებს, აი არის მთავარი. შესაბამისად, მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, რას გვეუბნება საერთაშორისო სამართალიც, თუნდაც ამ კუთხით და პრაქტიკა, რომელიც არსებობს ბევრ ქვეყანაში და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის სამართლებრივი პოზიციონირება ისე, რომ უმტკივნეულოდ და გამართულად მოხდეს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ინტეგრალი უძრავი ქონების მიმართულებით. ისმენთ ყურადღებით. პირველ რიგში მადლობა თემის ასე სიღრმისეულად გაშლისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით როცა ეხება ისეთ სიახლეს, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ შეცვლის თამაშის წესებს ისეთი ტიპის სექტორზე, როგორც არის უძრავი ქონების მიმართულება, რომელიც საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სექტორი. მოგეხსენებათ, რომ ბოლოს 3 წელიწადში 30-დან 50%-მდე მატება აქვს ამ სექტორს. რაც კოლოსალური ზრდა არის და ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი სახის ცვლილებები შეეხება მას და რამდენად იქნება ეს წამახალისებელი ცვლილებები და რომ ამ ცვლილებებმა არ შექმნას გარკვეული წინაღობა თუ საფრთხე უკვე არსებული ზრდისა და ტენდენციისა. აქედან გამომდინარე გეთანხმებით პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის პოზიტიური ზრდა, იმიტომ რომ იდეურად ეს არის ახალი ინვესტიციები, ეს არის დივერსიფიცირება, ეს არის ჩართულობის უზრუნველყოფა მათ შორის მცირე ინვესტორების, დავიწყოთ თუნდაც ჩვენი დიასპორით, რომელსაც საქართველოს ფარგლებს გარეთ არის და აქვს შესაძლებლობა თუნდაც მცირედი თანხით საქართველოში დააბანდოს საკუთარში ინვესტიციები. მოგეხსენებათ, აქ არ იქნება მინიმალური ზღვარი და საუბარი არ შეიძლება იყოს $10 და $100 ინვესტიციებიც იქნეს შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ასეთი ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა არსებითად მნიშვნელოვანია ნებისმიერი სექტორისთვის, განსაკუთრებით ასეთი მზარდისთვის. თუმცა ამას ახლავს თან რიგი გამოწვევები. მათ შორის ბუნდოვანება სამართლებრივი რეგულირების კონტექსტში. ეს ვინაიდან ახალი მიმართულებაა, თავისთავად ძალიან ბევრ კითხვას უნდა დაკავშირებით, თუნდაც ფორმულირების კონტექსტში ჩნდება კითხვები, რომელიც რა მიმართულების რეგულაცია უნდა იყოს უპირველესი და რაზე უნდა იყოს ბაზირებული, ხო? დავიწყოთ იქიდან, რომ როგორც წესი, ესეთი ტიპის რეგულაციები უფრო უთანაბრდება ფასიანი ქაღალდების რეგულაციების პრინციპებს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის აქტივები, რომელიც მართვა უნდა განახორციელოს კონკრეტულმა პირმა, ასე მნიშვნელოვანია განვასხვაოთ, რომ შესაძლებელი იყოს მფლობელობა და შეიძლება იყოს სარგებლობა ამ აქტივებით, ესეც უნდა იყოს განხილული. ძალიან დიდი მნიშვნელოვანი აქვს ამას, რამდენად არის მზად ის საკანონმდებლო სივრცე, სადაც ვთქვით იმპლემენტირებას ამ წესების, ხო? საქართველოს, რა თქმა უნდა, არის 24 წლიდან არის გონიერი კონტრაქტის ცნება შემოსული ქართულ კანონმდებლობაში, რაც ძალიან მისასალმებელია, იმიტომ რომ ეს არის შესაძლებლობა დისტანცირებად მოხდეს მათ შორის უძრავი ქონებების გარიგებების განხორციელება. თუმცა გვაქვს გამოწვევა.
ეს არის ვის შეუძლია იყოს გონიერი კონტრაქტის ხელმომწერი პირი. ყველაზე მთავარი არის როგორ მოხდება პირის იდენტიფიცირება, იმიტომ რომ დღეს არსებული რეგულირებით ეს შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქალაქე იყოს, რომელსაც აქვს ელექტრონული მოწმობა და ელექტრონული პირადული მოწმობა აღებული და აი ეს პირადი კაბინეტიც აქვს. ეხლა წარმოიდგინეთ, როდესაც გვაქვს გამოწვევა, რომ როგორ მოხდება იდენტიფიცირება პირის, რომელიც მიიღებს მონაწილეობას გონიერი კონტრაქტის მეშვეობით, აი ამ პროცესში, ხო? თავისთავად უნდა გადავხედოთ რეგულაციებს, როგორ ხდება სახის რეგულირება, ეს არის შემოღება ისეთი ცნების, როგორიც არის ელექტრონული იდენტიფიკაციის დისტანციურად ელექტრონული იდენტიფიკაციის ნაწილი, სადაც ჩვენ შეგვეძლება თუნდაც ნებისმიერი სხვა იურისდიქციის ფარგლებში რეგისტრირებული პირადობის რეგისტრაცია, თუმცა გამოწვევა გვაქვს, რამდენად გვაქვს გადამოწმების შესაძლებლობა, როგორი მექანიზმები უნდა არსებობდეს, შემოვიღოთ თუ არა უნდა ელექტრონული რეზიდენტობის პრინციპი სამართალში. რა გარანტიებია უნდა გქონდეს თუ არა ამისათვის იმ სამართლებრივი სივრცე და ინტეგრაციის შესაძლებლობა, სადაც ეს კონკრეტული პირადობები გაიცემა. ანუ ძალიან ბევრი კითხვებია, რომელსაც უნდა დაარეგულიროს ჩვენ თუ გავდივართ საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ხო ვსაუბრობთ, რომ პროცესები გაგვაქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ესე იგი პროცესები გაგვაქვს საქართველოს რეზიდენტების გარეთ, ხო? ანუ საქართველოს მოქალაქეების გარეთ. მათ შორის რომ უცხოელ რეზიდენტებს შეეძლოთ, რა თქმა უნდა, აქ ინვესტირება. ძალიან მაგარი, ფანტასტიკური აქცენტები დასვით ახლა და მოდი ხა ერთი კითხვა მექნება ანა თქვენ ნებართვით. ჩვენ რატომღაც გვიყვარს ახლა არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი რომ ვიწყებთ ინიციატივის გაჟღერებას და მერე ვიწყებთ ფიქრს იმ კაზუსებზე რაც საკანონმდებლო კუთხით არის ან არ არის საერთოდ ხომ არ ჯობდა ჯერ ნედლეული მოგვემზადებინა ახლა აი თქვენ ახსენეთ გაკვრი და ახსენეთ მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის იგივე ფასიანი ქაღალდების ნაწილი ხო ახლა ჩვენ პრაქტიკულად სურვილი განვითარების გვაქვს მაგრამ პრაქტიკა და გამოცდილება ამ კუთხით საერთოდ არ გვაქვს კანონიც შესაბამისად ანუ ვერაფერს და არაფერს არ არეგულირებს, იმიტომ რომ დღეს პრაქტიკულად ქართულ კომპანიებს აი ძალიან იშვიათი გამონათებების გარდა არ აქვთ იმის გამოცდილება, რომ ლოკალურ პრიზმაში თუნდაც იგივე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა განახორციელონ, იმიტომ რომ ამისი არანაირი ველი დღეს ქვეყანაში არ არსებობს. ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა. მივდივართ ფაქტიურად უკვე აი ფაქტიურად ეს ნედლეული და ბაზა არ გვაქვს, არც საკანონმდებლო, არც პრაქტიკული კუთხით და უცბად მივდივართ ბლოკჩეინისკენ. რომელიც მერე კიდე ცალკე კაზუსებს და რისკებს აჩენს. ცალკეული მიმართულებებით. ანუ ჩვენ ჯერ სამბორბლიანი ველოსიპედით არ ვისწავლია ველოსიპედის ტარება და პირდაპირ გვინდა ორბორბლიან ველოსიპედზე დაждობა. მოტოციკლებზე უბრალოდ. ხო, ანუ გაცილებით რთულ ნაბიჯებს გადავდგავთ ამ მიმართულებით და ძალიან პრობლემური შეიძლება იყოს ეს. და მესამე ნაწილი არავინ არ იცის დედამიწის ზურგზე აი ამ მოცემულობას საბანკო სექტორი კიდე ცალკე როგორ შეხედავს. აი ამ ნაწილზეც მინდა რომ განსაკუთრებით კონცენტრირდეს. აი ხო, აი ეს არის რა ძირითადი სპექტრი და კითხვების ძირითადი არსიც რაც დღეს არის ამ მიმართულებით დაგროვილი. ისმენთ ყურადღებას. ეხლა ჩვენ მზაობას როცა ვაფასებთ, მათ შორის საკანონმდებლო სივრცის შემადგენელი ნაწილია პროცესში მონაწილე სექტორების დამოკიდებულება აი ამ პროცესის მიმართ. მათ შორის სწორი აქცენტირება გააკეთეთ ფასიან ქაღალდებთან მოხდება თუ არა ეროვნული რეგულაციის ქვეშ, იქნება თუ არა დამატებით ლიცენზირება საჭირო ამისათვის. აქაც არის კითხვები, იმიტომ რომ თუ ჩვენ გადავდივართ, რომ ეს ამ ტიპის აქტივია, მაშინ რა თქმა უნდა იქნება შესაბამისი რეგულაციები. ასევე სანამ გიპასუხებთ, პასუხზე მინდა მნიშვნელოვანი აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ საგადასახადო კუთხითაც მნიშვნელოვანია განმარტებების გაკეთება, როგორ იქნება ეს საკითხი დარეგულირებული, არა მარტო ფინანსური მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია საბანკო სექტორის დამოკიდებულება, იმიტომ რომ დღესდღეობით პრობლემატურია თუნდაც კრიპტოვალუტის ბრუნვები ბანკისთვის. ბევრი კითხვები არსებობს, მათ შორის რამდენად იქნება რეგულირებადი თუნდაც ფულის გათეთრების სამართლებრივი რეგულაციებიდან გამომდინარე, თუნდაც კლიენტის იდენტიფიცირების ნაწილიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, იქნება კითხვები და რა თქმა უნდა, საბანკო სექტორს ექნება სკეპსისი და იქნება კონკურენციის არა, უფრო შიშის შეგრძნება, რამდენად იქნება ეს სფერო გამჭვირვალედ ფინანსური ნაკადების მართვის კუთხით. გამჭვირვალება თავისთავად აქ ამ პროცესს იქიდან გამომდინარე თვითონ ბლოკჩეინის ფორმატიდან, მაგრამ ფინანსური ნაკადის მართვის კუთხით გამჭვირვალობის საკითხი იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს საკითხი
კი დღესდღეობით ფინანსური განათლება გააცილებით უკეთეს მდგომარეობაში შევიდრე იყო თმა წლების წინ მოქალაქეებს გულისხმობ, თუმცა სპეციფიური ფინანსური განათლებასაც მოითხოვს. რამდენად იქნება მოსახლეობის მზაობა იმისათვის, რომ სწორად მართოს ეს აქტივები. განათლების მიმართულება ამ კუთხით ფაქტობრივად არ არსებობს. თუმცა მე უყურებ დადებითად რატომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს ქვეყნის პროპოზიციონირება სად არის მისი ინტერესი თუნდაც რომელიმე სექტორალური განვითარების ნაწილში. რატომ? რეგიონში ჩვენ ვიქნებით ინოვაციური თუ მოვახერხებთ და აი ამ იდეას, რომ გვინდა ეს პროცესი ჩავრთოთ, მივცემ სწორ, კარგად გაანალიზებულ და ჩვენს რეალობასთან მორგებულ და იმპლემენტირებულ საკანონმდებლო სივრცეს. და სხვადასხვა აი ანა ველი გავწმინდეთ ჩვენ, იმიტომ რომ ბლოკჩეინი დღეს საქართველოში ასოციაციების თვალსაზრისით ასოცირდება პირამიდებთან, ასოცირდება ჟარგონის სლენგი არ მინდა გამოვიყენო, მოდი არაფერს არ ვიტყვი მაშინ, არალიცენზირებულ, ასე ვთქვათ, იაპ დენთან, ბევრი სპეციალურ სლენგი უფრო კარგად გაშიფრავდა იმას, ისიც თქვაც მინდა, მაგრამ მიხვდება მაყურებელი, ხო, ანუ უფრო ასოცირდება მანკიერებასთან, ვიდრე ჭეშმარიტად ინვესტირებასთან. დიახ, ანუ ეს საზოგადოების ცნობიერება და ასოციაცია, რასთან არის პროცესი ასოცირებული. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ მზაობაზე, კი, საკანონმდებლო, კი, ფინანსური სექტორი, თუმცა პოტენციური მომხმარებელი და პოტენციური ინვესტორები, როგორ აღიქვამს, სანდოობის ნაწილი პროცესის მიმართ. რამდენად არის. ამან ყველაფერს სჭირდება ძალიან გეგმაზომიერი მუშაობა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მისასალმებელია იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ისეთი პატარა შესაძლებლობების ქვეყნისთვის, როგორც საქართველო არის გლობალური ინვესტიცია. ანა, ერთი წუთი გრჩება ზუსტად და ერთ წუთში მინდა გითხოთ უკვე რეგულატორის როლზეც. ეროვნული ბანკი. არის ძალსახად რეგულატორი, მაგრამ არის ამ შემთხვევაში ჭეშმარიტად რეგულატორი, უნდა იყოს ჭეშმარიტად რეგულატორი ამ მიმართულებით და ვინ იქნება ის რგოლი, თქვენი აზრით, ან ვინ უნდა იყოს რეკომენდაციაც გავცეთ, ვისაც უნდა დაევალოს ამ ყველაფრის მონიტორინგი და ვისაც უნდა დაევალოს ამ ყველაფრის, ესე ვთქვათ, სინთეზირება პრაქტიკასთან, იმიტომ რომ დღეს ამ შემთხვევაში კი ბატონო ეროვნული ბანკი აკეთებს მნიშვნელოვან საქმეს, მაგრამ ის ამ შემთხვევაში შეიძლება უფრო დიდად ფორსირებულად არ არის გამორჩეული თუნდაც იგივე ბლოკჩეინ ტექნოლოგიების რეგულირების პრიზმაში და თუნდაც იგივე კრიპტოვალუტების რეგულირების ნაწილში. ვინ უნდა იყოს აქ რეგულატორი, როდესაც ჩვენ ინიციატივაზე ვსაუბრობთ, მას უნდა ყავდეს პრაქტიკაში აღმსრულებელი. აი ვინ გესახებათ ასეთ სტუდიას? ძალიან სწორი კითხვა და ძალიან მნიშვნელოვანი და პასუხი ცოტა რთული გასაცემია, რატომ? ერთის მხრივ თავისთავად ეროვნული ბანკი არის ის, ვისაც ეხება, იქიდან გამომდინარე, ეს არის ფინანსური აქტივები, ხო? ცხადია. თუმცა კლასიკური გაგებით ეროვნული ბანკის ზედამხედველობა აქ შესაძლებელია ზედმეტი ტვირთი იყოს იმისათვის, რომ განვითარდეს ეს მიმართულება და მიმაჩნია, რომ ცოტა შეაფერხებს განვითარებას თუ კლასიკურად ეროვნული ბანკის პირდაპირ და უშუალო იმას გავაკეთებთ. მესმის აბსოლუტურად ანა ძალიან დიდი მადლობა ტრადიციულად ძალიან საინტერესო აქცენტები ჯერა რომ ხშირად იქნებით ჩვენი გადაცემის სტუმარი მომავალ შეხვედრამდე გეგმშობებით ანა ჯალაღონია პასუხობდა გადაცემად დილის მონეტიზაციის კითხვებს შევხვდებით ერთმანეთს უკვე